ზვიადი როდესაც ერთხელ ჩამოვიდა ჩემთან რომ გამოდი და ჩირკს ხრცხებ. ზვიადი იყო, ნოდარ ნათაძე იყო. ნოდარს ხმა არ ამოღია ღუმელთან იყო ეს შეშის ღუმელთან მიფიცხებული და მოვიდა ამ დროს ჯაბა და ეუბნება რომ მე გავდივარ. ზვიადს ეუბნება მე გავდივარ. და ისეთი მომენტი იყო რომ საღამოს გარკვეულ დავალებებზე რა დავალება იყო ვიცოდით დაზო რომ კარგად მუშაობდა და ავტომატი სად იყო სერიოზული არა იმის ამოღებაზე და უნდა გასულიყო ჯგუფი და მე გავედი ოთახიდან ესენი დავტოვე აქ ჩემს სამუშაო ოთახში შტაბში და გავედი და ეს რა ქვია უშვებ ჯგუფს და ამ დროს გამოვარდა ზვიადის წევრი იყო ერთი თემური ერქვა სახელად გვარი აღარ მახსოვს გოგეშაშვილი არა გოგეშაშვილი მოგვიანებით იყო მაშინ გოგეშაშვილი არა იმასაც თემური ერქვა ვაჟა ჩქარა მოდი ისა ჯაბა ზვიადი კედელთან ახავს მიყენებული და ვიფიქრე ხოლმე ლაპარაკში რომ მოქურდო ესეთი ელემენტი და ვიფიქრე და რომ შევედი მართლა ზვიადი კუთხეში იყო და ეს ხელს უტრიალებს ცხვირთან ჯაბა და ჯაბა იყო ხელში დაჭრილი პისტოლეტს წმენდა ტყვია დარჩენიან და გაუვარდა და თავისი პისტოლეტით დაიჭრა თვითონ ხელი ჩამოგიდებული ქონოდა ქურქი ეცვა ზამთარი მოვკიდე მოვატრიალე რომ შენ რა უფლებით ელაპარაკები ამ კაცს თქო და ნუ იქ ზამ ესეთი მძიმე საუბარი იყო ნათაძე კი რაღაც ღუმელში შეძრა ანთებულ ღუმელში ისეთი იქ ნუ ძალიან მძიმე საუბარი იყო და ნუ ჯაბას რო არ დაეთხო იქ ანის მოკვდებოდა ან მე მოკვდებოდი ხო და ზვიადმა რომ ნახა მე ჯაბას რა დღეს დავაყარე გაიმართა მე და ჯაბას უთხრა ჯაბა შენ ჩემთან მოსვლა გეშინონდაო მე რო გამოვედი გადასახლებიდან რო ჩამოვედი მოსვლა გაიხსენეო და ნუ მოღონიერდა ზვიადიც